ეხლა რაც შეეხება არაბობას. აი, იცით ჩვენ ვართ ეხლა ისეთ კატასტროფულ სიტუაციაში, რომ ყველაფრის პატიება შეიძლება, მაგრამ ასეთი ტიპის შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ, რომ მან დაუშვა და ესე იგი აიღო რაც არ უნდა დიდი შემოსავალი შემოგივიდეს და რაც არ უნდა სასურველი მიზნისთვის დახარჯო ის ფული, რომელიც შენ ქვეყანას სჭირდება. როგორ შეიძლება რომ შენ ქვეყანაში შემოიყვანო ის ხალხი და დაასახლო, რომელიც 3 საუკუნე გაწვალებდა შენ. 3 საუკუნე გაწვალებდა და დაპყრობილი ყავდი და ეხლა ხელახლა მოიყვანო კაცო და ქალაქები ააშენებინო. ეს არის ძალიან დიდი გაუგებრობა და საიდანაც არ უნდა დანაშაულია საიდანაც არა ესენი გვიმტკიცებენ ეხლა რომ ჩვენ კი არ გაგვიყიდიაო თანამფლობელები ვართო. ხო, არა ეს ყველა შემთხვევაში დანაშაულია სამწუხაროდ. ასეთი გაუგებრობა არ უნდა დაგემართოს და აგრეთვე ქართული ფენომენი არიციან კარგად, რომელსაც ხელმძღვანელობენ. ესე იგი, არაბობა საქართველოში, არაბობა სარკინოზების ბატონობა ქვია მაგას, სარკინოზების. და დღეს გამოდის რომ ორმაგად შემოვიდა სარკინოზების ბატონობა. ერთი მხრივ ეკლესიური გზით და ეკლესიაში მიღებულ პოზიციებად არის აღიარებული, რომ საქართველოს დედაქალაქს უწოდონ მეორე იერუსალიმი და არსებობს კიდევ ჩვენი დიდი წინაპრის ერთ-ერთი მოწინავე და მოაზროვნე დიდი მამულიშვილის ყოფილი პატრიარქის ხატი, რომელსაც დამსახურებად უწერია თითქოს ის იყო წინამძღოლი ახალი ისრაელის. ესე იგი, საქართველო უნდა გახდეს ახალი ისრაელი და მისი დედაქალაქი უნდა იყოს მეორე იერუსალიმი. აი, ამას არაბები და ებრაელები ხო? ესე იგი, მთელი ჩემი აზროვნება და ეროვნული ღირსების დაცვა მიმდინარეობს ამ მიმართულებით. და ჯერჯერობით თითქოს მარტო ვიყავი, მაგრამ უკვე ისეთ მოვლენებს აქვს ახლა ადგილი, რომ ქართველი ხალხის აფეთქებას იწვევს უკვე ღირსების დასაცავად. და ეს სარკინოზების შემოbrunება არაფრით არ შეიძლება. არ ეპატიებათ. არავის არ ეპატიებათ და უნდა მოუძებნოთ როგორმე გზა, რომ რაც შეიძლება მშვიდობიანი გზით გავასწოროთ ეს დიდი უზარმაზარი შეცდომა, რომელიც დაშვებულია საქართველოში. არაფრით არ შეიძლება. და თანაც უნდა გითხრათ, რომ შევარდნაძემ როცა გაყიდა აი ჩვენ პირველი ჩანაწერი რო გავაკეთეთ ბაზალეთის ტბასთან დაკავშირებით. შევარდნაძემ როცა გაყიდა ბაზალეთის ტბა ებრაელებზე. აი იმ ებრაელებზე გაყიდვა გადაფარა მან გრიგოლ-ანტკარის მიყიდვით თურქებისთვის. და თურქული საუნივერსიტეტო ქალაქისთვის მიყიდა მათ და უნდა გითხრათ, რომ აი მართლაც პირველი დიდი პროტესტი, რომელიც მე მის უწმინდესობას შევთხოვე, რომ ჩართულიყო და ეშველა ქვეყნისთვის, ამაზე გესაუბრეთ სწორედ, იმიტომ რომ დღესაც არ მავიწყდება, როგორ შეიძლებოდა
რომ გადაეფარა ჯერ ერთი ებრაელებისთვის იმ ცენტრალური ნაწილის გაყიდვა და გვერდით კიდევ თურქებისთვის მიეცა 99 წლით. 99 წლით. და როდესაც ჩვენ ბულდოზერები გავაჩერეთ, პროტესტი იმხელა იყო ქართული საზოგადოების, როდესაც ბულდოზერები გავაჩერეთ, ამით ჩვენ მოგვატყუეს და დაგვაჯერეს, რომ გაჩერდა ეს გაყიდვა. და როდესაც მე როგორც ოფიციალური საქველმოქმედო საზოგადოების ხელმძღვანელმა მოვთხოვე დუშეთის სასამართლოს დოკუმენტი, რომ აღარ იქნება არასდროს აქ თურქული უნივერსიტეტი, მათ იცით წერილობით გამომიგზავნეს პასუხი და დამიწერეს ეგ საკითხი ოფიციალურად არ დასმულაო. ესე იგი დღესაც მათ ეკუთვნით ეს გრიგოლ-ანტკარის ტერიტორია თურქული საუნივერსიტეტო ქალაქისათვის, მაგრამ როგორც იმის უფლება არ აქვთ, რომ მათ გადაეცათ და თვითონ გაეყიდათ კიდევ ვინმესთვის და არც საქართველოს არ ქონდა ხელისუფლებას იმის უფლება, რომ გადაეცა კიდე სხვა მესამე ქალაქად არაბებისთვის. ყველა შემთხვევაში ეს არის ძალიან დიდი შეცდომა კი არა, დანაშაული, დიდი დანაშაული, საკუთარ ქვეყანას ეს გაუკეთო 3 ქალაქი ააშენებინო სარკინოზებს. ეს სარკინოზი საუკუნეების წინ შექმნილი ქართველი ხალხის მიერ სარკინოზები ქვიათ. და იცით რას ნიშნავს? სარას მიერ გაგდებული ძაღლები, როგორც გაყარა სარას ძაღლებიო. გადაშალეთ საქართველოს ისტორია, უძველესი ისტორია, ქართლის ცხოვრება და სიმოღა აუგშიშვილის ლექსიკონი. ეს არის სარას ძაღლები. ეთე უწოდეს გამწარებულმა ქართველებმა, რომლებმაც 3 საუკუნე ვერ გაისტუმრეს. აგარიანები ის იმას რომ და ეხლა კიდე სარკინოზები გვინდა ჩვენ? როდესაც ეკლესია მხარს უჭერს ებრაელობას და საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება მხარს უჭერს სარკინოზებს. თუ ესე იგი უპატარძლო ქორწილი. ესე იგი ყველა უსასრულოდ მიმდინარეობს ქართული ღირსების დაცემა საკუთარ ქვეყანაში. გენის განადგურება, ქალბატონო, გენს გვინადგურებენ, გენს, ქართულ გენს ანადგურებენ. ეს გამორიცხულია, რომ ქართველმა ხალხმა დაუშვას. გამორიცხულია აბსოლუტურად. პირადად მე აუცილებლად გავაკეთებ ჩემს ოფიციალურ სხდომას, ჩემი საზოგადოებისას, რომელსაც ქვია მესიის მახვილი ერის უფლება და ღირსება და ჩვენ წარვადგენთ მოხსენებას აუცილებლად მშვიდობიანი გზით, მშვიდობიანი ახსნა განმარტებით და თვითონ ხელისუფლებას ვათქმევინებ თუ არს. ერმილე ჩემოძამია, ქალბატონი დენიზას მე ერთხელ ვთხოვე. აი, ხალხის კატეგორია, რომელსაც ჭირდება რომ ინტელექტი, რო საუბრობენ, ინტელექტის დონე რამენაერად რო აწიონ მაღლა. მე ქალბატონ დენიზას ვთხოვე რომ პირიქით თუ შეგიძლია ქალბატონ დენიზა ხალხისთვის გასაგები რო იყოს თქვა, ერთი საფეხურით ქვევით ჩამოდი თუ შეიძლება თქვა, იმიტომ ბევრი აი როგორ მე ახლა ცოტა ვითომ ორი წიგნი წამიკითხია, მე თვითონ მიჭირს ქალბატონ დენიზის გაგება, დენიზას გაგება. კარგად მინდა რომ გამიგო. მე აი ბოდიში ახლა ერთხელ მიმიწვია, ორჯერ მიმიწვია მეცნიერებათა აკადემიაში, ერთხელ მიმიწვია აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიაში წიგნის დაცვა ქონდა, ეს იყო 10 წლის წინათ. აი ქალბატონ დენიზა 10 წლით უმცროსი რო იყოს, აი დამიჯერე ერმილე იმას არაბებს დედა არ ეყოლებათ საქართველოში. დამიჯერე რასაც გეუბნები, მაგრამ ვაირო, ხვდები რასაც ვიძახი, ხო და მაშინ ხო გამოვიდა იქ პროფესორი, მე არ ვიცოდი ამდენი პროფესორა თუ იქნებოდა და ბოლოს გამოვიდა აკადემიკოსი. მე არ მაშტოს ბერძნული სახელი და ქალბატონ დენიზაზე რო ილაპარაკა, ბოლოს ისიც თურმე ზვიადის და კოსტავას მეგობარი ყოფილა და
კი მაგრამ ეს რატო უთხარითო ბატონ ზვიადისო და ბატონ მერაბისო აკადემიკოსი კაცი ნახეთ კაცი იგზივა თქვენო რო იცოდეთო მასონებს გაუხსენით გზაო როდესაც ესა პარტია ჩამოაყალიბეთო ჰელსინკის კავშირიო ნებისმიერი პარტია ერმილე ნებისმიერი პარტია შიგნით დევს ანტიეროვნული მუხტი არ არსებობს პარტია რომელიც იყოს ბოლომდე ეროვნული სულისკვეთების აღმაშენებელს არ არსებობს გამორიცხულია თვითონ პარტიები მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა ზუსტად ეროვნული მუხტის ჩასახშობად და ყველა რაც არ უნდა ლამაზი სიტყვებით იყოს ყოველთვის შემოყვება ხოლმე რაღაცა ისეთი აი როგორ გითხრათ რეაქციული და ანტიეროვნული რომ აი უკვე კითხვა ისმება რა უფრო მეტია შიგნით პოზიტივი თუ ნეგატივი ბევრი საიდუმლო იმალება ჩვენს წარსულში ხალხის ის კატეგორია საუბრობს ზვიადიზე და კოსტავაზე რომლებიც გამარჯვებით იცნობდნენ უბრალოდ გამიგე რასაც ვიდახი და საუბრობენ აუ მერაბი წარმოდგენა არა აქვთ ისიც რა მინდა გითხრათ მე მაქვს ერთი ასეთი ძალიან შეიძლება ითქვას სუბიექტური ეპიზოდი პატრიარქთან რომელიც დაკავშირებული არის მთელ ჩვენ წარსულთან ისტორიულ წარსულთან და ამ ისტორიულ წარსულს პირველი პატრონი გამოუჩნდა ილია ჭავჭავაძე როდესაც მან გამწარებულმა ამოხეთქა გულიდან რომ ჩვენო ისტორიასო ვინ გვითითხნისო თუ გახსოვთ არა ვინ გვითითხნისო ამ ერთი სიტყვით ვინ გვითითხნისო მან ყველაფერი რომ იგრძნო რომ ბევრი ინფორმაცია არის დამახინჯებული საქართველოში და ერთ-ერთი ინფორმაცია უნდა გითხრათ მე აღმოვაჩინე 1999 წელს, ესე იგი 2000 რო იწყებოდა რა, ბოლო თვე იყო დეკემბერი, 2000 წლის პატივსაცემად მე მაშინ პატრიარქის პატროლოგი გახლდით და მუშაობდი საპატრიარქოში და უნდა წერილი მომემზადებინა პატრიარქის კურთხევით გამოდიოდა ჟურნალი საპატრიარქოში ქრისტიანული საწყისების ირგვლივ და მუშაობ ამ დროს ამ წერილზე დეკემბერია და პირველად აღმოვაჩინე უნდა გითხრათ რომ დამკვიდრებული აზრი საქართველოს და ეკლესიის ისტორიაში რომ იესო ქრისტეს კვართის ჩამომტანი იყო ებრაელი მცხეთელი ებრაელი თქვენც გაგიგიათ ალბათ სიდონი დიახ ელიოზი აღმოვაჩინე რომ ის არავითარი ებრაელი არ არის და ეს ორი ინფორმაცია ორივე ქართლის ცხოვრებაშია რომ ის ებრაელია და არ არის ებრაელი და ეხლა ის ებრაელი გავცელდა და დამკვიდრდა საქართველოში და ის ინფორმაცია რომ ეს კაცი არის მოგვი მოგვთა კარელი და თან სასულიერო პირი ისე დაიმარხა კაცო თითქოს არ წერია და არც არავინ არ აქცევს ყურადღებას ხო და გავარდი ესე იგი მე რო აღმოვაჩინე რომ ეს არის მოგვთა კარელი და მცხეთელი კია მაგრამ თუ ებრაელია მაშინ მოგვთა კარში კი არ უნდა ცხოვრობდეს ებრაელთა უბანში უნდა ცხოვრობდეს ზემოთ ჩრდილოეთში ურიათ უბანში და მეუთხარი უწმინდეს რომ მეთქი უნდა გაგახაროთ პირველად აღმოვაჩინე მეთქი რომ ელიოზი მცხეთელი რომელმაც კვართი ჩამოგვიტანა არავითარი ებრაელი არ არის თქო და ის არის მეთქი ქალდეველი მოგვი და უწმინდესი შეკრთა იცით როცა ეს უთხარი და არ გამცა კარგახანს პაუზა გაჭერდა იცით და მე შემდეგ როცა მე ეს ეპიზოდი მახსენდება რომ გაუჭირდა იმას ამის აღიარება და უარყოფა მკვეთრად იყო დაკავშირებული უკვე იმ შექმნილი ტრადიციის უარყოფასთან იმიტომ რომ პოლიტიკურად უკვე ძალიან ჭირდებოდათ
ეკლესიას, რომ მშვიდობიანი ურთიერთობა და ასე ვთქვათ, მეგობრული დაემყარებინა პოლიტიკურად ებრაელებთან. ჩვენი მხრიდან კი, მაგრამ მათი მხრიდან მეგობრობა მე ვერ დავინახე უბრალოდ, ვერ ჯვრის მონასტრის გადმოცემაში. იმის შემდეგ უნდა გითხრათ ელიოზ მცხეთელის ისტორიაზე წერ, ვიკვლევ, გამოვდივარ. ძალიან მინდა რომ მემორიალი გავაკეთო იმ მოგვთაკარის მოვინახულე ის არქიტექტორი, ბოდიში არქეოლოგი, რომელმაც იქ გამოკვლევები ჩაატარა. და ეს არის სრულიად სხვა ისტორია საქართველოს ქრისტიანობა. რა შეგეკითხათ, იცი? ჩვენ კი ვიყავით ასწლეულების, საუკუნეების განმავლობაში ებრაელების მეგობრები. ხო. და მივიღეთ და ჩავიხუტეთ, მაგრამ ებრაელების მხრიდან არ ჩანს ჩვენდამი მეგობრობაო. არა. მაგი შეგეკითხათ. ეხლა ბატონო ერმილე ახალი იწყება სრულიად ახალი ეპოქა, როდესაც ქართულმა ცნობიერებამ, ქართველმა ხალხმა ახლებურად უნდა დაინახოს 26 საუკუნოვანი ისტორია. ეს არ გახლდათ არავითარი 26 საუკუნოვანი მეგობრობა. ეს იყო შეგნებული პოლიტიკური აგენტურა, რომელიც სწავლობდა საქართველოს და ემზადებოდა იმ დაპყრობისათვის, რომლის დღეებშიც ჩვენ დღეს ავართ გახვეული. დღეს გახვეული ვართ, როგორ გვიპყრობს ისრაელი. და ეხლა ამას დაემატა კიდე სარკინოზების მეორე მხარე. მაგრამ ერთმანეთში ომი მოუვათ საქართველოს და საქართველოს ხელისუფლება უწყობს ამას თვითონ ხელს და მე რა დღეში ვარ, როგორ მინდა რომ არც გული ვატკინო უწმინდეს და თან დავხვეწო და შევცვალო ეკლესიის პოზიციები. როგორ მინდა ეს ყველაფერი დაუმტკიცო მშვიდობიანად. და ძალიან ვიტანჯები უნდა გითხრათ ამის გამო. მაგრამ ყველაფერი მაქვს არგუმენტირებული და ძალიან მიწყობს ხელს ის, რომ საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ილია ჭავჭავაძე, იმიტომ რომ ილიას ვერ ასწდებიან და ილია ჭავჭავაძის აზრის ილუსტრირება მინდა მოვახდინო, რომ აი, როდესაც ილიამ იგრძნო, რომ ჩვენი ისტორია არის დამახინჯებული და ამას გარკვეული ძალები ხელმძღვანელობენ და ეხლა მეც არ მინდა რომ დაგღალოთ. აი ის deep state საქართველოში 26 საუკუნე მუშაობდა. ჩემი დასკვნით 26 საუკუნე. და წარიდგინდა 26 საუკუნის გამოგზავნილი კადრებით მართოთ საქართველოს. ეს აი ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ. ისინიც თუ დღეში არიან თვითონ ხელისუფლება, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა ეს შეიყვარა ეს დღევანდელი მმართველობა. ხარს უჭერს ყველანაირად ერთგულებას უცხადებს და როგორ შეიძლება რომ მისი მხრიდან ჩვენ საბოლოოდ ეს შედეგი მიგვეღო და ებრაული ერთი მხრივ ამხელა სიმპათიები ებრაული ინფორმაციების მიმართ და მეორე მხრივ ეხლა კიდე დაამატეს არაბული კაცო. всё. ერმილე ზამიკო. აი ქალბატონი დედიზა ძალიან კულტურული და მეცნიერი ქალბატონია და ასე საუბრობს. საქართველოს ხელისუფლება დღეს არის უაღრესად ქართველი ერისადმი, ქართული სახელმწიფოსადმი, ქართული გენისადმი ტრულად განწყობილი და ეს მე შეცდომა არ ამგონია. ეს ყველაფერი არის წინასწარ გამიზნული, დაგეგმილი და ძალიან გეგმაზომიერად ახციელებენ. მე კარგად როგორ თქვა, როგორ შეიძლება, როდესაც იძახიან რომ რასაკვირველია, ჩვენ ზურზე მოვიდა ეს ხელისუფლება, მაგრამ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რა დამსახურება, ჯერეთი რა ასეთი დამსახურება ქონდა. კოხტისთავის გმირები გავიხსენოთ, 9 ერისთავი 1257 წელს.
ნუ შემილია ჩამოვთვალო, მაგრამ კარი არ მინდა ახლა ისტორიის ცოდნის დემონსტრირება. 9 ერისთავიდან, მათ შორის ცოტნე დადიანი იყო, 3-მა ძალიან ცუდად დაამთავრა. ესე იგი, თორღვა პანდგელი თავის ოჯახთან ერთად ქარაფებიდან გადააჩეხეს, ისა რა ქვია, ეგარსლავ ბაკურციხელი ჩამოიღეს ხანიდან, ცემეს ლაფი დაასხეს, ხოლო კახაბერიძეს. იმ 9 ერისთავიდან ერთ-ერთს ხელი მოჭრა დავით ნარინმა, ფეხი მოჭრა, თვალია და საერთოდ გადაგვარდა კახა. არავით არ მნიშვნელობა აქვს წასულში რა დამსახურება ქონდა. დღეს ამ წუთას ხელისუფლება ებძვის ქართველ ერს, ქართულ გენს ჩვენ ჯიშსა და ჯირაკს და მალე შეიძლება ისე მოხდეს, რომ არაბებსა და ებრაელებს შორის საქართველოს გახდეს დაპირისპირების მასია შალვა მასე მოდი დავამთავროთ თქვენ შემოგივლეთ რა ხო და არ დავღალოთ ერთი სიტყვით ეს ძალიან დიდი საკითხია ბატონო ერმილე და თქვენი შეკითხვა რომ ეკლესიას სჭირდება თუ არ სჭირდება დღეს ამ რაღაც ცვლილებების შეტანა ვფიქრობ ძალიან სამართლიანი შეკითხვაა იმიტომ რომ საკმაოდ გვერიდება ამ საკითხებზე მე არ მერიდება გვერიდება მე ყველანაირად შევეცადე რომ ასე ვთქვათ მოყრულად გამეკეთებინა ეს მაგრამ მაინც თვლიან რომ მარტო ვიბრძოდი და ეხლა უკვე როგორ უნდა დამიგეთქვერდით ვაშკაც რომ დარიან გაუჭირდება არავით არის გზა აღარ დარჩენია გარდა ბრძოლისაო აღმაშენებლის სიტყვებია და ამაზე დიდ ქართველს და საერთოდ ადამიანს მე მსოფლიო ისტორიაში არ ვიცნობ ქალბატონო დენისა აღმაშენებელზე არ დიდი ქართველი ვიცი და არ დიდი პიროვნება ისტორიაში თუ მე დახმებით თუ არა შეგვიძლია დადაბეთა ხო ერთი სიტყვით ჩვენ ბევრი სასაუბრო გვაქვს ძალიან ბევრი გვაქვს სასაუბრო ქალბატონო დენისა და რა მინდოდა აი აქაც ბევრი მწერს თქვენ ცოცხალი ისტორია ხართ ღმერთმა ბარიასი წელიწადი და თქვენი გონება და თქვენი შრომა და თქვენი გამოცდილება ამ ერთს ჭირდება და დღეს წიგნს ნაკლებად კითხულობს ხალხი უფრო მსმენელი და მაყურებელი არის თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარეც და თვითონ წიგნთან დამოკიდებულება დროებად შეიცვალა ამიტომ მე მექნება ერთი თხოვნა რომ მომავალშიც ბატონი შალვა იქნება ან მე მოვძებნე პიროვნებას ვისთან ერთადაც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ჩავწეროთ ვიდეო ისტორიები თუ იქნება ამის შესაძლებლობა თქვენ გესმით ხო კარგი აბა კაი ძალიან კაი დავამთავროთ გადი შერმო ხო ესე იგი ჩვენ მზათა ვართ კიდევ მრავალი შეხვედრისათვის თქვენთან გაიხარეთ უღრმესი მადლობა მრავალდამბეს ქალბატონო დენისა გაიხარეთ თქვენსაც დიდი მადლობა ღმერთმა დალოცოს საქართველო და ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრილები უნდა გავიმარჯვოთ უნდა გავწმინდოთ საქართველო უნდა გავწმინდოთ საქართველო და ნამდვილი საქართველო უნდა დავიბრუნოთ ეს ჩვენი ამოცანა ჩვენი სიცოცხლის ამოცანა მაშინ ჯეროდა გაიხარეთ ამას არაფერი წინ არ დაუდგება უღრმესი მადლობა კარგად წამდებოდეთ დიდი მადლობა ყველაფრისათვის კარგად წამდებოდეთ